გამარჯობა მეგობრებო, მე გვქვია ერთ დღეში მომზადებით საახალწლოდ ქალაქ ბრუქენში რობლოქსში, ხო, მე გიჩვენეთ როგორ მორთოთ სახლი საახალწლოდ გავიკეთებთ საახალწლო სკინს და გავიკეთებთ საახალწლო სკინს ატომარა და დღეს მეგობრებო გილოცავთ ბარბარობას. ხო, თუ არ იცით დღეს ბარბარობა დაწერთ კომენტარებში, ჭამეთ თუ არა ლობიანები. იყიდეთ თქვენ ლობიანები თუ დედამამბები ამ გამოგიცხოთ. დაწერთ კომენტარებში. კარგი, მოდი უკვე სკინის გაკეთებას შევუდგეთ. კარგი. აბა აქ ავკრიფოთ Christmas და რანაირებს ამოვაგდებს. აბა ნახტო, ეგეთი აბა მაგალითად. რა ვიცი, შეიძლება. აბა ეგეთი, იგივენაირია. ეგეთი. ვონი კარგია. მე კიდევ შევიცვლი Christmas შესაძლოა ხო, მაგრამ ეგეთი. ხო, ეგრე კარგია ჩემი აზრით. ეგრე რაღაცა საახალწლო ჩემთვის იყოს, ხო? ეს არა მეგობრებო, ეს ისე არ არის ცუდი ვარიანტი. ხო, მეგობრებო, ამასაც დავიტოვებ, კარგია. და უცებად თავზე მჭირდება რამე Christmas. ნახოს რა სამოვაგდებს. რა თქმა უნდა. ეგეთი ქუდები ამოაგდო. აბა ნახოთ რა გამოგვივიდა, მეგობრებო. მეგობრებო, ჩემი აზრით, ცუდი არ არის. შეიძლება დატოვება, მაგრამ ეგ ქუდი ცოტა სხვანაირი გავიკეთო. თორემ ცოტა თმები მიშლის უბრალოდ. კარგი, აბა Christmas. ისე ავკრიფოთ და ვნახოთ, ეგ რაღაც უფრო სხვა ვარიანტია. ესეც კარგია. 2 წამი? ხო, მეგობრებო, ეს არის კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ ჩემ თმებს ძალიან არ უშლის, თუმცა ეგ კიდევ შევიცვალო რამე. ზოგადად, ქუდი რომ მოვირგო რაღაცა, ეს ჩემთვის რთულია, იმიტომ რომ თმები ხშირად მიშლის უბრალოდ. ეგეფეს არა, ეს გოგოსია მგონი და ხომ არ დაიხურავ. ეგეფაი ამას. მეგობრებო, ეს ჩამიჯდა ძალიან კარგად. ხო, ამითიც დავრჩები. ეგ რამე ჩანთაც მოვირგო. მე ჩანთა ხო უკვე მოვირგეთ და მოვიწყდა. აბა აქ ავკრიფოთ Christmas. ხო, ეგრე კარგია, მეგობრებო. ეგეთია ჩემი ახალი საახალწლო სკინი. ეგეთი, ტანსაცმელი მაცვია საახალწლო, რაღაცა უზარმაზარი ეგეთი საახალწლო ოლიპოპი, ელფის ქუდი და ეგეთი პატარა დათვი მიკიდია სვიტერზე, რომელსაც სანტა კლაუსის ქუდი ახურია. მაგარია ჩემი აზრით. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ სახლის მორთვაზე უკვე. წამა რამე მარტივი სახლი დავდგათ. მოდი, ეს რატომ არა. საახალწლოდ რომ გამოიყურებოდეს თქვენი სახლი, მეგობრებო, გირჩევთ რომ შეღებოთ წითლად, კარგი წითელი მინდა გავაკეთო. ხო, ეგრე. მე არც ისე მიყვარს ზოგადად თვითონ ეს წითელი ფერი, მაგრამ ეხლა ახალი წელია და წითელი ტანსაცმელი მაცვია.
ხო და აუზი არ გვინდა, იმიტომ რომ ნუ ზამთარია ახლა რა აუზი. ისაც მე გაციებული ვარ ცოტა. აი, მეგობრებო, ნოემბერში ორჯერ გავხდი ავად და დეკემბერში უკვე მესამეჯერ რაღაცა ცუდაურად ვერ ვიგებ რამჯერს საერთოდ. კარგი, მოდი ავიღოთ ჩვენი საყვარელი პროფსები. და დავიწყოთ ჩვენი სახლის დეკორირება. ნაძვის ხე დავდგათ აუცილებლად. ნუ მეგობრებო, აი რა ახალი წელია საერთოდ ნაძვის ხის გარეშე. ვისაც არა აქვს ეს საახალწლო ხე, იმას არ აქვს სახლი მგონი. თუმცა მგონი უსახკაროებსაც აქვს თავიანთი ნაძვი. უკეთ ყველას აქვს ნაძვის ხე უბრალოდ. მოდი ეგრეთ ცოტა გამოვწიოთ. აი ეგრე. უიმე, რატომ გადავდგე ესა? ეხლა ეს უნდა დავდგათ სადმე, მაგალითად აი აქ, არა ცოტა უნდა გავწიოთ, თორემ არ არის ისეთი კარგი ადგილი აქ. აი ეს არის, მგონი ჩემი აზრით კარგი ადგილი. ხო, აი ძალიან კარგად ჩაჯდა უბრალოდ. კიდევ აი ეგეთი საახალწლო ბუშტები. ნუ მათ გარეშე როგორ? კიდევ საჩუქრები, თუმცა რატო ვდგავ პირდაპირ? ო, იდეა მაქვს, შეიძლება დავდგა. ვინმე რას ვუკეთებ? აი აქ შეიძლება, რატომ არა? მგონი კარგად არის, ხო? აი ეგრე. ვინმე ეს მე დავდგი, რაღაცა აღარ მახსოვს. კარგი. კიდევ რა შეიძლება, ვინმე რატომ ვდგავ ამდენ საჩუქრებს? რა თქმა უნდა, თოვლის პაპა, მაგრამ ახო ეს ხომ არ დადნება, უბრალოდ გაკეთე. არ არის ნამდვილი. აქ ჩვენ უნდა დავდგათ სად არის? ხო, პეჩენიები რძით, რა თქმა უნდა, ეს ხომ ახალი წელია მეგობრებო. და შეიძლება ეგეთი საახალწლო გირლიანდა. რას ვუკეთებ საერთოდ? აი წამი, სად გაქრა ის გირლანდები ვერ აი, როგორც იქნა. კარგი, ცოტა ასევე გამოვწიოთ რაღაცნაირად. ეგრე შეიძლება და ცოტა ავწიოთ. ხო, ნუ მაგარია მეგობრებო. თუ არა, ორი წამი რაღაცა არ მომწონს. თუმცა იყოს, ხო? ვინ მოდის აქ ჩემთან? დადით აქედან ყველანი. კარგი, იყოს ეგრე არ აქვს. ხო, ნუ იყოს ეგრე, არა უშავს. ეს წავშალოთ. აი ეგრე მეგობრებო, გამოგვივიდა. როგორ შემოვიდა? ეს ხომ დავანულოთ ის? კარგი, არ მაინტერესებს. ეზოს არაფერს არ გავუკეთებ, ჯობია. ადგილები რომ გვიყოს, ანუ map front limit-ი რომ არ გამოვიდეს და აღარ გამოგვივიდეს უკვე სხვა რაღაცები, ხო? აი აქაც არის გირლანდები რატომღაც. აი კიდევ ეგეთი რაღაცა საჩუქრები და რაღაცა სანთლები, რომელიც ჩვენ არ დაგვიდგავს. კიდევ ერთი თოვლის პაპა დავდგათ, მოდი აქა. თოვლის პაპა. ხო, აი ეგრე. ბუშტები არ დაგვიდგია, უიმე, დიდი ხანია. მოდი დავდგათ. აქ ხომ არ დავდგი შემთხვევით. არა. კარგი, მოდი დავდგათ, აი ესე. და აქაც აუცილებლად მეგობრებო, დავტოვოთ ამაზეც. აი ესეთ ჩამოვკიდოთ.
უკვე house front limit-ია მეგობრებო. კარგი ჯობია ამ გირლანდებს წავშლი და აი ეგეთ აქ მაგაითად აი ამათ საჩუქრების კალათას დავდებ. ეგრე მეგობრებო გამოგვივიდა სახლის მორცვა. მეტი ადგილი უბრალოდ აღარ არის. ჯობია იცით რა არის? აი აქ გავაუქმებ ამ გირლანდას. ეს იყოს და იქ ზევით ბოლო ოთახში დავდგათ კიდევ რაღაც, თორემ იქ არაფერი არ არის თქვის ამის გარდა. აბაზანაში არაფერს დავდგავ, არ დავდგავ, არა აქვს აზრი ჩემი აზრით. არა აქვს აზრი ჩემი აზრით. რა კარგი აზრიათ. აი ეგრე მეგობრებო. აქაც დავდგით საჩუქრები კიდევ და ვინ მოდის აქ ყოველთვის ჩემთან ვერ ვიგებ? დამანებე თავი რა. და რატომ ტირის საერთოდ ეს ტიპი ვერ ვიგებ? ნახმარება სჭირდება? არ მივაქციათ უბრალოდ ყურადღება რა, არ მინდა ეხლა რომ საახალწლო რაღაცა მის გამო დამავიწუდა სიყვარისი, თქვაც ვინდოდა ვაიმე. მე საახალწლო ხასიათი ხო რომ არ მინდა დამაკარგვინოს ეხლა. აი ეგრე მეგობრებო, გვიმედეს რა იყოს. მორთვე ჩვენ სახლის საახალწლოდ. რამე საახალწლოდ საჭმელი ხო არ არის აქ? უცნაურია არ არის ზოგადად ისე. მართლა უცნაურია ისე. სხვა რამე ხომ არ არის აქ საახალწლო რაც შეიძლება? არა. კარგი. ნუ კარგი მეგობრებო, მე ახლა ამ ვიდეოს დავამთავრებ. არ დაგავიწყდეთ ლაიქებისაცო და ჩემი არხის გამოწერა ყველას. ხვენდის.